ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ პრობლემები უძრავი ქონების ბიზნესს შეუქმნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით უძრავი ქონების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით იკლო. სპეციალისტები გაყიდვების შემცირების ფონზე უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატებაზეც საუბრობენ. დეველოპერებსა და მაკლერებს იმედი აქვთ, რომ გაყიდვების ზრდა მომავალი წლიდან დაიწყება. ეროვნული ვალუტის მერყეობის გამო ეგრეთ წოდებულ მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკლერებს სულ უფრო დიდხანს უხდებათ კლიენტების ლოდინი. ბევრმა მათგანმა ბოლო ერთ თვეში ბინის გაყიდვა საერთოდ ვერ მოახერხა. არ გამიყიდია, მაგრამ ასეთი ბინა გამიყიდია. ამ თოში არა. არაფერი არ იყიდება, აი ვიცი რა, სულ თქვა მივდივართ, ფული არ ტრიალებს. უძრავი ქონების სააგენტო კიბეჯი ერთ-ერთია, რომელსაც ლარის გაუფასურებამ პრობლემები შეუქმნა. სააგენტოში ბოლო პერიოდში ბინების ყიდვის მსურველების ზარები საერთოდ შეწყვეტილი იყო. ამბობენ, რომ ლარის რყევამ პოტენციური მყიდველები დააფრთხო, შემცირდა ბინების გაქირავებაც. ეროვნული ვალუტის გაულარისებამ ნამდვილად მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე, მკვეთრად შემცირდა როგორც მყიდველების, ასევე დამქირავებლების ოდენობა. პრაქტიკულად იყო პერიოდი, როდესაც გაყინულ პერიოდს დავარქვენ, მაგას არც ერთი ზარი არ იყო და მყიდველებსაც უკავშირდებოდით, ყველა ელოდებოდა, როგორ დარეგულირდებოდა ეს ყველაფერი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ნოემბერში 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით უძრავი ქონების პირველადი ტრანზაქციების რაოდენობამ დაახლოებით 20%-ით იკლო. სააგენტო ბროკერ ჯიში ამ მონაცემების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. სპეციალისტები გაყიდვების შემცირების ფონზე უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატებაზეც მიუთითებენ. კურსის ვარდნამ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია ბინებზე ფასების გარკვეულწილად ზრდა, რამაც თავისთავად ცხადია, ასე ვთქვათ, შეაფერხა ტრანზაქციების რაოდენობა. ანუ ხალხში არის მოლოდინი იმის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასები გაიაფთება. ჩვენ კომპანიას ბროკერიჯის ბოლო 6 თვის განმავლობაში შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 20%-ით შეგვიმცირდა ტრანზაქციების რაოდენობა. დეველოპერული კომპანია არსის გენერალური დირექტორი და მენაშენეთა ასოციაციის წევრი კი უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობის შემცირებას დროებით მოვლენას უწოდებს. ლარის მკვეთრ ზრდამ დოლართან მიმართებაში გამოიწვია შეჩერება, ეგრევე ამ ტრანზაქციების რაოდენობის შემცირდა, მაგრამ ამის შემდეგ როგორც კი ცოტა ჩამოვიდა ქვემოთ, ისევ ეს განახლდა. შეიძლება უფრო მეტი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ისეთი ტემპით არ განახლებულა, მაგრამ მგონია, რომ ეს დასტაბილურდება. დეველოპერები და მაკლერები უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ზრდას მომავალი წლის დასაწყისიდან ელოდებიან.